იანად მიწოლა შერკინებაში არა აქვთ უფლება გუნდებს, აქვთ მხოლოდ 2 მეტრის მიწოლის უფლება. ჩვენ ვაკონტროლებთ ბურთს, ჩინალური შეტევა და შეიძლება იყოს ლელო. დაიახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საჯმა მისის სიაღმართული ხელი რაც იმას ნიშნავს, რომ უჩამ ჭედლიშვილმა თამაშის არ ჩათვალა ლელო ჯარი. აჰა. ესე იგი ჩვენ საჯის სიაღმართულმა ხელმა შევაცინა. ნახოთ მაინც ეს შეტევა. მე ვარ დარწმუნებული რომ აქ ლელო გავა და შემდეგ ჩემ რეჟისორს ვთხოვ რომ ის ეპიზოდი კიდევ ერთხელ ვაჩვენოს. აი ამჯერად კი ლელოა ლელოს ავტორი საქართველოს ნაკრების სპიკერი ნომერი 2 მერაბ მატკავა. თუმცა მანამდე ახლა მე ვთხოვ ლევან ლეკვეიშვილს ჩვენ რეჟისორს წინა ეპიზოდი გაიმეოროს თუ რა კი ბატონო ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ როგორ დაიდო ლელო და შემდეგ ვნახოთ იქ რატომ არ ჩაითვალა ლელო. ნუ კიდევ ერთხელ გეტყვი დღევანდელი მატჩის არბიტრი ტუი კომიტია სამუელი მას ეხმარება ესპანელი მოლპესერსი და ბელგიელი ლამბრეთი. მე შევწდი ლევან ჩილაჩავას გაუტანია ეს ლელო ტულონის მორაგბეს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მორაგბეს ძალიან კარგი ეთყობა რომ ძალიან კარგ ფორმაშია ჩილაჩავა რაც ნამდვილად წაადგება საქართველოს ნაკრებს. ნუ რა თქმა უნდა ბახვა კობახიძეა ბურთთან და რა ზუსტადაც და ძალიან მარტივი სიტუაციიდან არ გაჭირებია გაიტანა კიდევ